ბათუმის ეკონომიკური და ურბანული განვითარების მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროფესიული განათლების დასაქმების კუთხით გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად გაეროს წარმომადგენლებსა და ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შრომითი ბაზრის კვლევას, მერიის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასებას და ინდუსტრიული ინკუბატორის პროექტის განხორციელებას მოიცავს. მემორანდუმის გაფორმებას წინ 8-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი უსწრებდა. დასახული მიზნების განსახორციელებლად 2015-17 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტი 1 მილიონ ლარს დახარჯავს. გაერო ფინანსური დახმარების გარდა ბათუმს პროფესიონალი ექსპერტებითაც დაეხმარება. გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განმარტებით დახმარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. გრძელვადიან სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება 2 წელშია ნავარაუდები. მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალმხრივ თანამშრომლობას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება უმუშევრობის შემცირებაზე, სამუშაო ადგილების შექმნით. ქალაქის მოსახლეობა იგრძნობს კონკრეტულ შედეგს საკუთარ თავზე. ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული უსაფრთხოდ. უნდა აისახოს ქალაქის ეკოლოგიაზე და ურბანულ განვითარებაზე. ეს გვაძლევს ჩვენ პერსპექტივას იმისა, უკვე გარანტირებულ პერსპექტივას იმისა, რომ განხორციელდეს მთელი რიგი პროექტებისა, რომელიც შეეხება ქალაქის სოციალურ-ეკონომიურ განვითარებას, ქალაქის ეკონომიურ განვითარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, ბიზნეს პროექტების განხორციელებას. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ამ ეტაპზე მილიონ ლარს გამოვყოფთ ბიუჯეტიდან და ეს იქნება ჩვენი და ესე ვთქვათ თანადაფინანსების წვლილი ამ საქმეში.